მეც ანდროიდმა ცოტა მეცნიერები შეიცვალა და ის რაკაც აქ მიწერია ცოტა ვერევიდი. უნდა ცოტა იმპროვიზაციას მოვართა, იმიტომ ბევრი სათქმელი დაგროვდა სულ რამდენიმე საათში. თავდაპირველად მექნება უბრალოდ საქმესთან განყენებული კითხვა. სასამართლოს ხოლმე საქმესთან დაკავშირებით ისეთი ინფორმაციას თუ არაფერს რომ გავეთვალისწინოთ. ძალიან მოკლე რაღაცა არის. ასევე მოასწრებთ ზერამდე მოასწრებთ ჩვენს გასამართლებას არ უმოწმებთ. ამ კომენტარებზე თავშევიდოთ ისეთი ინფორმაციების საფუძველ საშუალებით გადავ ამისცემ. ასე რომ გავეთვალისწინოთ. ეს საბუთოს? ასე რომ შევიდეთ ძალიან საბოლოო. კაი, მე ქუჩაში ხედავ ზურაბ ჟონიას მას. ეკაბესელია აქ იყო ხოლმე. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს ხედავ აქ. თინახი და შევხედავ ჩვენს მხარეს და თუსუფაშის და მე ინტერესებს ნაცებს არჩევნებზე ინტერვიუების ეგ მაინტერესებდა ეგ კითხვა მქონდა უბრალოდ. გამიშხეროთ და მე მომაწოდოთ წერილობით თუ შეგიძლიათ ვინმეს. მეორე კითხვაც მქონდა, ანუ მარღიას და უბრალოდ ვიტყვი რომ მაშინ 19-20 წლის ბიჭები თავისუფლების შედიან ციხეში უსამართლოდ უსაფუძვლო ბანაჟებით და იქიდან ეს თავისუფლები გამოვიდნენ. გერმანიაში გაქცეული კასი უბრალოდ იქიდან. ეხლა დავიწყებ. მუხლის გადაკვალიფიცირება თუ არ ვიცი რაღაც ისე უდნავ შეიცვალა რაღაც ორგანიზებიც დარჩაო თუ რაღაც ვერ გავიგებ. მაგრამ წლები ვაკლეს ფიჩებს და მე ვარ კეთილი ადამიანი ზოგადად. ამდენ ჩემზე კეთილია. იცი ერთხელ ესე თქვა რომ ვაჟა შემოხვდესო ქუჩაში ვაჟა თოდროზე იყო ლაპარაკი ძალიან დიდ სიკეთეს გავაკეთებდა ეგრე გადავხვდი სამაგიეროდ თუმცა აი ესეთი ადამიანები ყავთ დაჭერილი. ხო და მე პირადად ვიხოთ პიროვნულად ჩემთან მიმართებაში რაც დააშავეთ მეც სიმპათიებია. მაგრამ ქვეყანას რასაც უშავებთ ნურას უკაცრავად რა. იმიტომ კი არა რომ კიდევ პირადად არაფერი. ამ ქვეყანაში იცვლება მთავრობები, საზოგადოება იზრდება და მთავრობები ვერ იზრდებიან. იმიტომ რომ ვიღაცები არ იზრდებიან. შეიცვალა მთავრობა, დაიჭირეს სამი პოლიტიკოსი და თქვენნაირი ადამიანები გარეთ რჩებიან. და მერე თქვენნაირი სხვა ადამიანები, ან იგივე ადამიანები, აი ამ სასამართლოს თავში მურუსიძე ჩინჩალაძე დღეს ისევ რა აკეთებენ იგივეს. ამიტომ მაგ მხრივ არ ვაპირებ პატიებას. აქ ამ დარბაზში ბატონო მოსამართლე ახლა არის დედაჩემი. დაახლოებით იმ ასაკში დაკარგა დედა, ამ ასაკშიც მე მამა დავკარგე. მამამდეს გადაუტანია დიდი ტრაგედიები და ტრავმები. და მე შემდეგაც. ფეხზე დგას. მე რამ აქციებს ეხა თქვენ გონიათ თქვენი რომელიმე განაჩვენებელი რომ მომიცან. ეხლა მას არ გეუბნებით რომ რაღაცა ისე და ისე გული აგიჩუყდეთ ან რაღაცა და იმის იმედი მაქვს რომ გაგვიშვებთ ან მაგის თეორიული შესაძლებლობას ის რა განაჩენს გამოვიტანეს გუშინ ან თუნდაც მათი დევიზის განაჩენიდან მე ეგეთი შეგრძნება მაქვს რომ არ მინდა ვინმეზე ადრე დავტოვოთ ციხე. მე მინდა რომ ყველა ერთად და ყველა მალე გავიდეთ აქედან. მაგრამ მეც მინდა მოვიყოთ როგორი ადამიანია დედაჩემი. მე რაღაცას მოსწავლე ისე რომ სიტყვით არ მეუბნებოდა. ერთადერთხელ გამაგდეს 12 წლის განმავლობაში სკოლაში გაკვეთილიდან. დედაჩემა გამაგდო, ოღონდ მე არაფერ შუაში არ ვიყავი. დედაჩემის მოკაც გითხრა რომ ორივე გადით გარეთო. და გაუბრალზე და საშო კითხები რა შუაში ვიყავით, თქო იმას მარტო ვერ გავაგდებდიო. ეგეთი ადამიანი არ დაჩაგრა, ჩაგვრას ვერ იტანს. სიტყვა არ თქვა შემთხვევით ისე მასწავლა მქმედებით ეს და ასეთი ოჯახის, ასეთი დედების გაზრდილები არიან ყველა აქ. ეს მინდა რომ გესმოთ როგორი ადამიანები ხავთ აქ. ხო, ეხლა მინდა გითხრათ ერთი ფაქტი. ფორმულაზე გადის გიორგი თერგამაძის ფორმულა არის ესეთი, რომელიც ლოგიკურად გიორგი თერგამაძეს მიყავს და უკან ბექგრაუნდზე აი ესეთი ვერტიკალური ხაზი, რომელიც ანათებს თეთრად. და აქედან მეორე ხაზი მოდის. აი ესე და ზუსტად ამ დონეზე რომ მივა,
უფრო მკვეთრად ანათებს. იმდენი ხნის განმავლობაში ვაკვირდებოდი ამას, რომ გამომჩა ყველა სტუმარი. მე იმას ვაკვირდებოდი. მე იმასაც დავაკვირდი, რომ არც ერთი სტუმარი არ გამოჩენია და ყველა მომისმენია. ახლა მას რატომ ვიყვებით? დეტალებში ვაკვირდები ყველაფერს. აქაც მაგ შორის არის ფსიქოანალიზური გაგებული ადამიანების, მათ შორის თქვენიც ტრავმების შეიძლება უხელეს ამ ბავშვების, ამ დიდების. ჩემი თვალით შეგახედათ, მისურვებდი, რომ მაგაზე ვოცნობ, რომ ჩემი თვალით შეგახედათ, რა აბსურდში გაცხოვრეთ ეს პერიოდი და რა აბსურდი მოგეწევს კიდე. მე ისიც მინდა და მეთქვა, არ მახსოვდება თუ მისი ხუმრობა იყო, როზა კიკნაძეს ყოფილა და ეს მომენტში მიდოდა ეგ არგუმენტი, რომ მეყვანა, რომ ერთადერთი ლოგიკური დასასრული რაც ამ აბსურდშეიძლება ქონოდა, იყო ბაკუს სამზის აქ შემოსვლა და თაიბულების ჩუქება და გაიღებათ ფარული კამერა. სულ განმარტოვებელი განაჩენი დადგეს. მაინც აბსურდია, იმიტომ რომ იმ ხატვის რა ვუყოთ. ეს ხელი ეს სასამართლო პროცესი სანამ მოვიდოდით. პრომოტორის საკანში ბიჭებს ვერმოვიდი, რომ 4 შაბათი დღე იყო და რა მაგარია ხვალაბანი გვაქვს. ეროვნულ წამოვიდგეთ, რომ მაგ ფრაზას როდეს მომიტყოდი და რაში მაცხოვრებთ, რას ნიშნებით, რა გინდათ, რას ბერჩით. ამიტომ მე დასრულეს ეს მე დასრულე მაშინ დასრულე. ყველაზე მეტად ატვარის ახლა ეს აბსურდი. აი პროკურორებს არასდროს ცემს რა, პროკურორებს არასდროს აღსაუბრიათ. მოტივს რა, ზოგადად მოტივი აქვს სიტყვაზე, დაუშვათ ის ბრალდება რაც წარმოიყვანოს, დაუშვათ რა, უფრო უარესი დაუშვათ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები რასაც იღებენ ხოლმე, იმასაც დაუჯეროთ და ჩვენ ვაპირებთ ხელისუფლების გადატრიალებას. მე რა ხდება? ანუ თქვა შევასრულოთ რა. წარმოიდგინეთ ამ სახიობი უნივერსიტეტი, ექიმი, სტუდენტი და უკრაინელი წავიდნენ სახელმწიფოს გადასატრიალებლად. ძალიან გთხოვთ რა. მე რა ხდება? გადაგმული ინტერესი გამაქვს, ჩემი мотивация რა იყო? მაგაზე ხოლმე მესწავლობთ. გეტყვით რა არის ჩემი ცხოვრებისეული мотивация. მე არც პატარა კაცი არ ვარ თქვენსავით, და არც დიდ კაცობას არ ვცდილობ. ჩვეულებრივი ადამიანი ვარ და რასაც არ მოვახციო. იქნება ჩვეულებრივი ადამიანი. მიყვარს ხალხი. ადამიანები მიყვარს. და რაღაც მომენტში მივხვდი, რომ ჩვეულებრივი ცხოვრება არ ის. სკოლაში სწავლობ, უნივერსიტეტში მიდიხარ, ამთავრებ, ცოლი მოყავს, შვილს და იმ შვილსაც იგივე გზას უნდა გაატარო იმ შვილსაც მე. ჩემი მიზანია, რომ მივახციო იმდენს, რომ ადამიანების ცხოვრება გავხადე უკეთესო, რომ პოლიტიკაში ჩართვას არ ვაპირებ არასდროს. იმიტომ რომ ადამიანებს ისჭირდებათ. მეც რაღაც მომენტში ვერ წარმომიდგენია, რომ არ სახლობ, რომ განსაკუთრებულს ვაკეთებ, მაგრამ სადაც დღეს ვარ. საზოგადოებას როგორც გავაცემ თავი ამ პროცესებს არ გულისხმობ, ჩემი სფეროზე ვსაუბრობ. მაგაზე ვერ ვიფიქრებდი ვერასდროს. და როცა მივაგენი ჩემს საყვარელ საქმეს, იმდენად მივხვდი, რომ იქ ვიყავი, სადაც ყოფნა მინდოდა და მანამდე რომ მას ვერ წარმოვიდგენდი, წარმოვიდგინეთ, რამდენ ადამიანს ჭირდება, რომ თავისთავად იპოვოს. და ყოველთვის ვცდილობ, რომ ჩემი ცოდნა რაც გამაჩნია, სხვებს გავაზიარო, ახალგაზრდებს გავაზიარო და რაც არ გამაჩნია, მივიღო და ის მერე კიდევ სხვებს გავაზიარო. ასე მინდა, რომ დავეხმარო ადამიანებს. იმიტომ რომ დღეს ბავშვები ჩემს ბავშვობაში კიდევ სხვა სიტუაცია იყო. იცით ბავშვები რეგიონებში, მათ შორის ჩემ ქალაქში თერჯოლაში რაზე დავებენ ხოლმე? ამის მერსედესი დაასწროს თუ იმის BMW. ტრაგედია რა. მე ჩამოდიან და სულ სხვა რეალობა ხდება და მე იზრდება, მაგრამ ადამიანი თბილისში იზრდება. იქით არ არსებობს ეს ყველაფერი. ამას ვცდილობთ. ეს არის ჩემი мотивация. სხვა არაფერი არ ყოფილა არასდროს და თაობის დამხობას არ ვაპირებდი, კიდევ თვითონ თუ არ დაიმხობენ თავის თავს თორე.
ეს გადავალ ეს კომიწერია და შეგიძლიათ არ ჩაიწეროთ რაღაცები ჩაამატეს ამ დროს და მე ხო ეს ჯგუფობა დარჩაო და თუ რაღაც ვერ გავიკეთე სწორად დარჩა ორგანიზებას დარჩა გუშინ დარჩა ხო მაგერე მომდინარე უნდა ვისაუბრო ორგანიზებას დარჩა ოკეი მაშინ სიტყვა არ გამიფუჭდა ძალიან კაია გამიხარდა ხო ამგვარად აღნიშნულ ბრალდებას ვინაიდან ვერ დგინდება და ვერ დადგინდება რაიმე სახის კავშირი ჩემსა და სხვა ბრალდებულებს შორის ვერ დგინდება და ვერ დადგინდება რაიმე სახის კავშირი ჩემსა და ამ საქმის მოწოდებულ ორგანიზატორებს შორის რომელთა ბრალდებაც ისევე აბსურდულია კავშირი ვერ დადგინდება ბატონო მისამართი იმიტომ რომ ჩვენ არათუ არ ვიცნობდეთ ერთმანეთს Facebook-საც კი არც სოციალურ ქსელში ერთმანეთს არც მეგობრობა არც გამოწვევები ერთმანეთს არც მოგვიწევია დიდი ალბათობით ქუჩაშიც არ გაგვიმილი ერთმანეთის გვერდით და თუ რაღაც კი არ მოვიკროს ერთმანეთში სადმე ასეთ პრობლემებში მე მინდა ორგანიზებული ჯგუფები განაშაული ახსნა ერთი მაგალითით ეს ყველა ნამდვილი 2014 წელს მას შემდეგ 11 წელს განმავლობაში ყოველ წელიწადს ადამიანები რომლებიც 12 წელი ერთად ვიზრდებოდნენ ცდილობთ რომ შევიკრიბოთ და ვერ შევიკრიბოთ ვერ დაორგანიზდით მიუხედავად იმისა რომ ამ საქმისგან განსხვავებით ჩვენი შეკრების ზოგადად ორგანიზატორის იმიტომ ბატონო მოსამართლე ცოტა კიდევ ერთხელ ხასუსმენ რომ აბსურდია ეს ყველაფერი და თქვენ უნდა გადავწყვიტოთ გარდა ყველაფრისა არის საკუთარ ზაღალებული აქ არც მოსულა არცეთი მომხდართვის რამდენიმე მოსული არ მოსულა არცეთი მოსული რომელსაც მომის სიტყვა რომ შეიძლება ამან დამაზიანა ისინი არ ვიცი არ დამინახავს და ასე შემდეგ და საერთოდ აქ ყოფილა ასეთი ინგლისური მოწმე რომელსაც მე მოდავთ უბრალოდ ორი იყო მოსული ორი სხვა ლოკაციის მე მინდა ასე აღნიშნო პოლიციელების ქმედებები იმიტომ რომ აქ იყვნენ მოსული და ძალიან ზემოდან მოპოვებდნენ და მიუხედავად იმისა რომ თითოეულ შეშლებდნენ ორი შეშლებდნენ მაინც იქ პოლიციელების ქმედები იყო საშინელი შეურაცხყოფები გოსებდნენ სხვადასხვა ნივთებს იყო გენერა შეურაცხყოფები შეშტიკულაციები კონკრეტულად როგორც მოკლედ ასევე ისეთი ქმედებით რომელიც განხორციელების შემთხვევაში მომენტ მოგათხოვდეს მამაკაცი და მოსაბედნიერად შეკიდებს ხელის მოყოლას ვაგრად გადაურჩება ფაქტს რაც შეეხება მოხდის გადაკვალიფიცირებას რაც მაგას არ მოხდა აქ ახსენებდნენ ხშირად და ტელევიზიებითაც და მოხდის გადაკვალიფიცირებას იმიტომ კი ავანებდით რომ ჩვენ ამას ვითხოვდით ამის მომხრე ვართ და ეს გულკუთნის რაც გუშინ გააკეთეს მაგალითად ორი მონადირე იყო ასეთი იმიტომ რომ პრეცედენტი დაფიქსირდა ასეთი ეს ადვოკატებმა კიდევ უფრო მეტად კარგად და ჩამოიყალიბეს ამიტომ თქვენ გაქვთ ორი ვარიანტი და ორიდან იყო ერთადერთი სწორი მაგრამ ამგონი ეს მოხდეს და ამის უკვე სრული ამოხსნა ეს პანიკარება გახსნა და განაშეთ აქედან განახსნა გადაშეთ აქედან ეხლა ჩემი დასკვნითი ეს იურიდულად მოსაზრებაა ინგლისში საქმე მაგალითად ჩემი დასკვნითი საქმის მეორე ნაწილზე რომელიც ინდონეზიაში ჩემთვის მიადავარფე გოგორი ემოციონალს მამა მე ანუ მადლობა იდეალურ ადვოკატებს როგორც კავშირთან ორიგინალური ჩემთვის ეს ნაწილი იმიტომ რომ რამდენიმე ემოცია ჩავატირე მასში ჩემი აზრით და მინდა რომ თქვენს ემოციებიდან თავი შეიკავოთ რომ არ ვფიქროთ რომ გონიეროს სასაცილოდ გვაქვს საქმე უბრალოდ ეს ჩავთვალოთ თავზე ლაფის დასხმით კორექტულად ვიტყვით რომ პეიცი რაღაც უხდება განსაკუთრებით სასიამოვნოა თავზე ლაფის დასხმა ადამიანისთვის რომელიც თავსაც თალავერი აშუქებს შეიძლება პირველ რიგში მინდა გითხრათ რომ მიყვარხართ ყველა სიძვით რადაპირადი ინტერესების გამო არამედ საერთოდ უკეთესი მომავლისთვის. რადგანაც ყველას აღარ მოსამართლე მინდა გთხოვოთ რომ მიიღოთ ის მშვიდად აწიოთ თავები და იაროთ ამაყად ადრე ჩვენ ყველა ერთად ისტორიულ მომენტში სწორ ხარისხს გავაგდოთ მოწარმოდგეთ როგორი ისტორიული მომენტში.
მადლობა მინდა უთხრა ნაშას შოთას ადვოკატებს ყველას და საზოგადოებრივ ადვოკატებსაც მისთვის რომ ხალხის პრობლემები მიიქცეთ ისე როგორც მოიქცეთ თქვენ ძალიან ხალხს პოტენციალს არ გასაგებად ისინი არაფერს რაც საფრთხის შემდგომ ჩემს ფიზიკურ თავისუფლებას შემოთავაზებენ და თუნდაც სიცოცხლეს მაშინ სხვა რაღაცებს მაგალითად მაშინ ვინმე არ დაჩაქრო ეს წალარდმარ და სიღვარ მოვატყო აი ისიც რომ ასეთი შეშემოხს მადლობა მინდა უთხრა ჩემს მშობლებს ჩემს ძმას ოჯახს მეგობრებს და მადლობა თქვენო თქვენს ასეთი ადამიანები ხართ და თქვენ გავსწავლოთ ესეთ რაღაცებს აქვე მადლობა ადვოკატებს იმისთვის რომ კიდევ უფრო მეტი ადამიანისთვის ჩამოხსნას ფარდი მოსასამართლოს ეს სასამართლო არ განსხვავდება საბჭოთა სასამართლოსგან განსხვავება ის ყოველდღიურ კანონებში აი ეს დახურება იყოს თქვენ აუცილებლად გაწილავდით ადამიანის სიკვდილად გაიმეტებდით მაგრამ მოსამართლეობა არ სამართლოს არამედ კონკრეტული პოლიტიკური პირების ფიგურების კონკრეტული პოლიტიკური ინტერესების ემსახურებია ამჟამად ყველაფერს თქვენი სრუტე სტატისტიკას სასამართლოს თქვენ გამოიტანეთ განაჩენები რომ ამ საქმეს ხო და ამ საქმეს ეხება თქვენ გადაწყვეტილებით საუბრობთ მოლოდინებზე საუბრობთ ხო და გოლები თქვენ ამ ისიც თქვენ წინასწარმეტყველი ხართ ისიც მე რას ვიტყვი როგორ მომთხოვე ხო თუ ეს არ გსწავლობთ ჩემ პრობლემა არ არის მე თუ მართალი არ ვარ მაშინ ერთხელ მაინც უთხარით ირაკლი კობახიძეს მანუკან დინარაძეს შალვა პაპუაშვილს გიორგის ხეთს რომ პრეზიდენტი ასლაპარაკობთ ამ საქმეზე არ მაინტერესებს საერთოდ უთხარით როგორც სიტყვით ხმამაღლა გაბედულად ისე გამომართლებელი განაჩენს და თუ მაინც მაგათ აზრებოდი ხართ მე გეტყვით ერთ მაგას ის მან საქმესთან დაკავშირებით არის ნახეთ პარალელურად რომ გავავლო ნახეთ ძალადობის ფაქტიებით პარალელურად რომ გავავლო ხო შეიძლება ხარება არის ესეთი პირობა და ხარაზე შემოდის აქციაზე ახსოვდა აქციის მოგვიანებით ესე მიყვარეს და აშკარად სიხსუხავს მაგრამ ის თვითონ ისე ფერხი სადაც ხდება ის მომენტი არ ჩანს იმიტომ წელი სპეციალისტები აფარებ და მანუკან დინარაძე თქვა ესეთი სოციალ საქმე სოციალ კაცოაქრებს სიხსუხავს ეხლა რა ხედავთ ჩვენს ტკიცებულებს ხო ეს ხოსეულ საქმეს განსაკუთრებით ჩვენს ტკიცებულებს და ნახოთ რა სად ჩვენს და რა ჩვენს ეს რასაც თქვენ და ეს სასამართლოს დანაშაული თქვენ სამი ახალგაზრდა გავუშვით ციხეში მაგრამ მინდა გიორგი მინდაძეს საქმეზე საუბრობ გიორგი მინდაძეს გავაკეთე აქცენტი რომ საკანში ვიყავით და ძალიან კარგად ვიცნობ გიორგი მინდაძე არის დიდი წამის მქონე ბავშვი ის ბავშვებს ეძახი იმიტომ რომ არავინ არ იფიქროს რომ ბავშვები 100 წელი რომ ხოცქენ აქ ვიღაცემა მათი დედამი არ გახდებიან ასაკიდან გამომდინარე ეს შეხედა ყველაფერი რითაც დაინტერესდება და ასაც ხელს მოკიდებს და ის მოიარებს სახელმწიფო ისეთ ადამიანებს საკუთარი თავის პოვნაში შესაძლებლობის პოვნაში ხმარობდეს 5 წლის წუთს ციხეში და ქვეყნის ტრაგედია შეგალად ზიანაღლების საქმეში შეეხო რომ ეს არის ხოლმე მოსამართლის გამოტანილი განაჩენი ეს განაჩენი გამოტანა მოსამართლე ქართული სასამართლოს სახელით და გიხებათ მათ შორის თქვენს და მე მოგყვეთ ისტორია დაკავებიდან თუნაშევაში შევთანხმდით ხოთუნაშევაში
გადაწყვიტა რომ დამოწყოს შეიძლება ოღონდ ისე რომ არ უთხარი არავის ოჯახს, არც ადვოკატს, არც ციხის ადმინისტრაციას, შეიძლება ტესტავდი შეძლებდი თუ არა, იმიტომ რომ პოპულიზმი არ უნდა გამოსვლათ. ამას არის სამეთრის შემდეგ ისინი საშინელი სისუსტე, ისე ვიყავი თითქოს თელის ხელი მტკივრობა გადავწყვიტე არ გამეკეთებინა, ეს ვერ გამაკეთებინა 29 წლის ბიჭმა. ეს ზიანაღლებებმა ისინშილა 39 დღე. და ადამიანები დაცინიან, რომელსაც საუბრობს ვახშობს არა სადის შორის კიდე რაღაცები აქვს შემოტევილი, იმიტომ რომ გაცილებას ვერ გაგულებ. ადამიანები მონანიებას ითხოვდნენ, ის ადამიანები, რომლებიც კამერიდან მოდგებიან ადამიანებთან, რომელიც ცხრა თვის განმავლობაში პროტესტის ნიშნად ერთხელ დაჯდა საბრალოს სკანდალს საათების განმავლობაში იგდა ფეხზე. ამიტომ ყველას ესეთი რაღაც მინდა თქვა ადამიანებმა მინდა იცოდნენ რომ შეიძლება დაიბადოს ეს პროფესიონალების 9 ოქროზე წაიღოს მაგრამ ზიანაღლებაზე დიდი ადამიანი ვერ დაიბადება შეიძლება თანასწორი იყო რომ მასო დიდი ვერ იქნება და ერთი საფრთხე მოხარია რომ დგებოზე ეს არ გამეთხოვდეს ერთგას ეს ბოდიება თეატროლოგიებმა დამიწერა და გადაუხადა მემორიალს და თითოეულ ადამიანს რომელიც ერთი თეატრს დაკავშირებდა და აქ ადვოკატებს შეშფოთს პრობლემები მიუხედავად იმისა რომ შეშფოთების საშინელება იქნება. რეგულაციის მოძრაობა თუმცა ბატონო მოსამართლე მიუხედავად იმისა რომ ტკივა მონატორა გარისი დიდად არაფერს ეს შემთხვევაში მიგება ქვეყნის სახელმწიფოს იმია ჭავჭავაძე ტიციან დაბიძე მიხეილ ჯავახიშვილი სანდრო ახმეტელი რომელსაც ხადაძის ციხეში რამდენიმე წუთი ხა დიდი ვერაფერი ამბავია მაგრამ მიგება ესმოდეთ რომ პროცესის გამზადება თქვენ ალბათ არ მინდებით რა ხდება ზოგადად სახელმწიფოში აკონდებით თავშეთქობა ამ პროცესის განმავლობაში მიგებას ისეთ სახელმწიფოებს რაც ისე მოკლებულია ჯაჭარის ტიციან დაბიძის შემდგომას მერკოსტას და ასე შემდეგ პერგინულ ადამიანს საშიში არის შემდგომ ადამიანის ციხეში გატარება საშიშია როდესაც კუშაში ვიღება ის დროში გადაგეცემა საშიშია როდესაც ოკუპირებული ტერიტორიიდან დამირე ადამიანის სახელმწიფოს გაყურადღების მისაღწევად კუშაში თავშეწვავს საშიშია როდესაც ბავშვი გარეთ გაუშვება უკან დაბრუნდება იმიტომ რომ სადღაც ჩავარდა სადღაც დებმა დაწყავის რაღაცებია საშიში თურე მაგის ამიშია ამ საქართველოს შემოხო იმიტომ რომ სხვადასხვა განაცხადის ბრავი პირველად რეკოლა შეშემოსული ეს განაცხადი წარდგენილი და უნდათ პატარა მაქსიმუმ რაღაცა დაილაგებინეთ ჩემთვის ფუჩანოვი და ამოიღეს ეს პრობლემა პროპაგანდისტები ხელმძღვანელობდნენ ბავშვები უყალდა რევოლუციაზე ერთ სიტყვას ვერ ნახავთ ეგეც პირიქით კონკრეტული ბიზნესის გამო ამაზე არაფერს არ ვიგებდი, მაგრამ იმდენად აღდგენილი და ახლა მოვთქვა რომ გეტყვით რომ არ არის ეს სიმართლე. გეტყვით რაც არის სიმართლე. მოკლედ. და ეს უკავშირდება უშუალოდ ჩემ პროტესტსაც მე დიდი ხანწლების განმავლობაში პროტესტში ვარ, მაგრამ ეს ახლა სპეციალიზ უკავშირდება და 20 ნოემბრის განცხადებები ჩემთვის ძალიან შემაშფოთებელი იყო პირველ რიგში მიხეილ ყაილაშვილის პრეზიდენტობა რომელიც წარდგენა რომელსაც უკვე ვერ შეხვდი იმიტომ რომ ეს ნიშნავს იმას რომ არც მე მაქვს დიპლომი არც მიცემს ხოლმე ნორმალურად შეიძლება ის იყო ხვალ საქართველოს პრეზიდენტი და ეს არასწორია არ შეიძლება იყოს საქართველოს პრეზიდენტი და ეს ქვეყანა არ არის ქვიშა სადაც ბავშვები თამაშობენ ის ქვეყანა ის სახელმწიფო რომ იყოს ძლიერი იყო ის უფრო დანამდე მოხდა ეს ისტორიის საგამოსტო მასალებიდან ამერიკის ისეთი რუსეთის წინააღმდეგ ქართული აჯანყების ფაქტები და ლიტერატურიდან ბედნიერი ჩაყოშხიზნები გზავრის წერილები და ყველა ის ნაწარმოები რაც ჩვენი რეზიდენტობის შესანიშნავად არის აუცილებელი. რუსეთს შესაძლოა ყველაფერი ამოიღეს და იმას თუ შეიძლება ესენი რუსები არ არიან. ხო და მაშინ იმდენად ბავშვებისთვის მე მეთქვა რომ მიუხედავად ახალშობილის ფაქტისა მაინც ესწავლათ ეს ყველაფერი
მე მაშინ შეჯობი ახლა ვეტყვი იგივეს. ისწავლეთ ჩვენი ქვეყნის ისტორია, იკითხეთ ქართული ლიტერატურა, ისწავლეთ, იკითხეთ, იშოვეთ თავდაუზოგავთ და მაშინ მიხვდებით რისთვის ვიბრძვით, როდესაც თქვენს ცოდნას ნიშნა თავდაუზოგავ შრომას უნიჭოთა და უსაქმრთო მიქმნელობა გადაასწრებს. მაგრამ თქვენ მაინც არ გაჩერდეთ, განაგრძობთ შრომა და ყველაფერს მიაღწევთ. ზოგიერთი თქვენგანი გამოვა კარგი იურისტი, ადვოკატი, მადლობა ჩვენს ადვოკატებს. როგორც თქვენ გახდება კარგი ეკონომისტი, წარმატებული ბიზნესმენი, გახდებათ სოფლიო დონის პრაგმატელები, კალათბურთელები, თუმცა რაც რასაც არ მიაღწევთ, გახსოვდეთ, რომ ხანდახან გადმოდით სურათღირებული მანქანებიდან. ქუჩაში მიხით გავიარეთ და ნახეთ იქნებ ისე არ არის ყველაფერი როგორც მაგ მანქანებიდან ჩანს. იქნებ გარდაგვიოს უჩას თქვენი მოსახლეობით. Sinceramente, მადლობა გადავხადე იმ ადამიანებს, ვინც ჩემს გათვალისწინებენ და მადლობა ადვოკატებს, რომ შეგვაბეჭდა და ისევ საერთაშორისო ადამიანები ხართ. მადლობა მედიას, პრესას, თეატრს, კულტურას, მადლობა ყველა ის სასულიერო, რომლებიც იმდენად სუფთად გადიახვთ ეს სახურებაში, სიმართლის საუბარი არ უჭირთ და მადლობა ადვოკატებს. მადლობა პროკურატურასაც ერთადერთი რამისთვის მადლობა, რომ ეს ადამიანები გამაცემთ. და კიდევ ერთი მადლობა ადვოკატებს. აქვე მინდა გითხრათ იმ შემთხვევაში, თუ ამ საქმეზე არასამართლიანი გადაწყვეტილება იქნება მიიღებული და იქნება, პირველ გაზრდას საკანში დამორგებისთანავე დაიწყოთ ციხის დეტალურად აღწერას, რაც საამის დროა გაგაცნოთ, რომ იცოდოთ რა პირობები დაგვწევთ იქ. თქვენ არ დავიჭერთ, თქვენ დავიჭერთ ქართველი ხალხის სამართლიანი სასამართლო თავისუფალი პროკურატურა. მოპირეცით ხელს შეგეწყობთ და კარგ ადვოკატებს გირჩევთ. მაგრამ ბატონი ილაკი ჩამოხაშულია, ბატონი მაშინ საერთოდ უგონო ერთმანეთს. ბატონი ილაკი თუ დაიცავთ, რა იყოს მას ინტერესებს. კი. კინო მოჩვენებად. ხოლო რაც შეეხება ბატონ ვახტანგს, ბატონ ვახტანგი შეათი ხდება ხოლმე ჭაში ასკარად ღმერთს ეძებს და იმედი მაქვს რომ პრომისალო თქვენ ღმერთი თუ დავიცავთ ახლა. იმედი ღმერთაშია პოლიტიკური ხოჩი ღმერთი ვახსენება არ შემიძლია თქვა რომ მადლობა ღმერთს რომ ასე თქვენ და მადლობა ადვოკატებს რომ წარმოსხმეთის საერთოდ თქვენ ყველანაირად დაამტკიცეთ ჩვენი სიმართლე და მაინც ყველა ერთად ღმერთის იმედად დარჩენილები. ირაკლი ხარიბაშვილი პოლიტიკური წასვლისა 7 მადლობა გადავახადა ბიზნესის მადლობა გადავახადა ადვოკატებს, მწმინდა დავამორგანო კიდევ ორი მადლობა გადავახადა ადვოკატებს, მადლობა ადვოკატებს. ეს 12 რომანია, მოსამდეობა, მადლობა ადვოკატებს. მან თავი სამილიონი შეუწყვეტა. მადლობა მინდა უთხრა გიორგი ახობაძეს, თედო ოპერამოს, თემურ ქათამაძეს, ნიკოლოს კაცეს, რომელიც დაწინაურდა დღეს გარეკნია. ძალიან დიდი სიამოვნებაა, რომ ანტონ ჩეჩენის მეხსენებინა ამ სიაში და ეს ორი რუსული ეროვნების ადამიანი კიდევ რომელიც რუსული არაა. Solidaritatea Transfrontiera, Samazonės, Minodatašės, Iraklė Minodatašės, Jacechladas, Georgi Gorgazas, Nikolas Jofišas, Insapalės, Sofija Kasavas, Georgi Lukmanišas, Mati Davidas, Georgi Mindazas, David Homeriks, Anatoli Gibajos და ყველას ინდისის პატიმარს. Solidaritatea Transfrontiera, ყველა უკანონოდ დაკავებულ პოლიტიკოს. და ყველას მინდა ასრულო Чимось ხელთვისწინებაა ძალიან სანდოა სასიხარულო ინფორმაციათა კარგია შემთხვევაში თუ ვიზას შემოჩვენოთ ჩვენს პროკურორებს ერთმანეთს შეყვარდებათ და დაქორწინებენ. ამიტომ ბატონო ვახტანგ შეგვიძლია დაკოცოთ ერთმანეთს.